მოგესალმებით, ეთერშია თოქ-შოუ დიალოგის სპეციალური გამოშვება, რომელიც მომზადებულია პროექტის შენ მოქალაქე მე სამოქალაქოს ფარგლებში. პროექტის მიზანია, რომ უკეთ გააცნოს საზოგადოებას ადგილობრივი სამოქალაქო, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ის საქმიანობა, რომელსაც აქ მომუშავე აქტიური მოქალაქეები ახორციელებენ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორია სამოქალაქო აქტივობა რეგიონებში, კერძოდ თელავში და რამდენად აქტიურები არიან რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე განვიხილავთ, რა არის ის შედეგები, რაც მათი ძალისხმევით მიიღწევა. ამ თემაზე დღეს ჩვენ საუბრობთ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის დირექტორი ქალბატონი ნინო პაატაშვილი და ფონდი ახალი სიცოცხლის დამფუძნებელი, აგრეთვე დირექტორი ნატო როსტომაშვილი. ჩვენ ყავს აგრეთვე ექსპერტი, დამოუკიდებელი ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის გიორგი კალატოზიშვილი. გვესწრებიან დარბაზში ბენეფიციერები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელსაც მოგვიანებით ჩავთავთ ჩვენს დიალოგში. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად მინდა კითხვა დაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თქვენ სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენთ, თვლით თუ არა პირადად თქვენ რომ ხართ აქტიური მოქალაქე და რაში გამოიხატება ეს აქტიურობა? ქალბატონი ნინო. თვლი რომ ვარ აქტიური მოქალაქე, რა თქმა უნდა, და ეს აქტიურობა გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ვხედავ მე საჭიროებას, რომელიც აქვს ბავშვს, კონკრეტულად შეიძლება ეს იყოს ერთი ბავშვი ან ზოგადად ბავშვთა მოსახლეობას, ვიწყებ მე ამაზე ფიქს. ამ საკითხებს, საჭიროებებს განვიხილავ ჩემს კოლეგებთან ერთად. შემდეგ ერთად გეგმავთ პრობლემის გადაჭრის გზებს და ვზრუნავთ იმაზე, რომ საშუალებები მივუნახოთ გადაჭრისათვის, განხორციელებისათვის ამ პრობლემების. ქალბატონი ნატო, რაში გამოიხატება პირადად თქვენი აქტიურობა, თქვენი ორგანიზაციის და თქვენი? და რატომ თვლით რომ აქტიური მოქალაქე? მივესალმებით ჩემთან ქალაქელებს, თელაველებს და მინდა ვთქვა, რომ როგორც ასეთი აქტიური და როგორი ვარ მე ამაზე არ დავფიქრებულ ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი არის შემოქმედება იმ საქმისა და სიცოცხლისა, რაც გავიარე ამ წლების მანძილზე და ალბათ ჩავთვლი აქტიურობას იქ მხრიდან, რომ ჩვენ მრავალი წლის წინ შედგა ჯგუფი, რომელთაც ერთმანეთს გამოუცხადეს ნდობა, სიყვარული და პასუხისგებლობა იმ საქმეს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და დღემდე უკვე მრავალი წელია ვემსახურებით ამ პროგრამას, ამ განათლების სფეროს, ინკლუზიას, ბავშვებს მოზარდებს და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა არის სამოქალაქო ორგანიზაციის დანიშნულება და რას უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია? ბანალური პასუხი მოქალაქეებს პირველ რიგში ბუნებრივია და ეს ქალბატონიმაც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ეს, იმიტომ რომ იმ შეზღუდული რესურსების ფონზე, რომელიც არსებობს ხომ რეგიონებში, ფინანსურსაც გულისხმობ, მატერიალს, ადამიანურს, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მოქალაქეების აქტიურობა, მათი მოღვაწეობა, პრობლემატიკის გამოსწორების მხრივ და ასევე ბუნებრივია შესწავლა იმ პრობლემების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ. იმიტომ შემდგომ ამის საფუძველზე ხდება უკვე დასაბუთება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაზომიერება, ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები ცოტათი გაჭირდებოდა კიდევაც ალბათ რეგიონებში მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ უამრავი მიმართულებით დარგობრივათაც არის ხოლმე პრობლემა რა, სტატისტიკა ხო? თუ არ არის მომართვიანობა, არ არსებობს პრობლემა. თუ არ არსებობს პრობლემა, ბუნებრივია ხელისუფლება მათ შორის ვერ გამოყოფს ვერაფერს და ვერ განახორციელებს პროგრამას ბენეფიციარებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორც აი ქალბატონის ორგანიზაცია, როგორც თქვენი ორგანიზაცია არის და ზოგადად თქვენ სამოქალაქო ორგანიზაციებს გულისხმობ, აი სწორედ ესეთი საქმიანობა რეალურად ემსახუროს საზოგადოებას, მოქალაქეებს, შეისწავლოს მათი პრობლემატიკა და რაც თავარია დაუსაბუთოს, რომ სწორედ რომ პრობლემატიკის გადაჭრა იქნება მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. ამიტომ რაც თავარია სამოქალაქო საზოგადოება უფრო და უფრო აქტიურდება, არა მარტო პოლიტიკური კუთხით, თქვათ, დემოკრატიას გულისხმობს და დემოკრატიის მაჩვენებლის გაზრდა, არჩევნებზე სიარული და ასე შემდეგ, არა. ზოგადად გულისხმობ, თვითონ მოქალაქე ხდება აქტიური, ინფორმაციის მიღების კუთხითაც, ინფორმაციის გამჭირვალეობის მოთხოვნის კუთხითაც, საკუთარი უფლებების დაცვის, დაწყებული პოლიტიკური მოვლენებიდან დამთავრებული პროდუქტის უვნებლობამდე დამთავრებული მოქალაქე დღეს ყველგან აქტიურია, იზრუნავს საკუთარ მომავალზე, საკუთარ უფლებებზე და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციებს. და ახლა მინდა დარბაზში მყოფ საზოგადოებას ვკითხო, როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა? თქვენ რამდენად ხართ აქტიური მოქალაქე? რაში გამოიხატება ეს აქტიურობა? კონკრეტული მაგალითებიც რა მოვიშველიოთ?
მე ვარ თამარ ბერიაშვილი, მაია ბაზერაშვილის მშობელი. ვთვლი რომ აქტიური ვარ, იმიტომ რომ მაქვს ინფორმაცია, თავიდან არანაირი ინფორმაცია არ მქონდა საერთოდ სახელმწიფო პროგრამებისა და სოციალური დახმარებების შესახებ და ამ ორგანიზაციის წყალობით გავიგე, სად და როგორ უნდა მიეღო ჩემ შვილს ეს დახმარებები, როგორ უნდა მიეღო სტატუსი. მოგესალმებით. ფონდი ახალი სიცოცხლის წარმომადგენელი გახლავართ, დღის ცენტრის მენეჯერი მაია კაციაშვილი. მინდა გითხრათ, რომ მე თავს ვთვლი აქტიურ წევრად საზოგადოების და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ის დიდი საქმე, რომელსაც ფონდი ახალი სიცოცხლე ემსახურება, რაღაც პატარა წვლილი მეც მიმიწვის. ჩვენ ერთად ვზრუნავთ იმ ბენეფიციარებზე, რომლებსაც საზოგადოება მეტწილად გარიყულად თვლის. და ჩვენ ვახორციელებთ იმ პროგრამებს, რომელსაც ქვია ინკლუზია და სადაც შშმ და ჯანმრთელი ბავშვები ერთად იღებენ და თანასწორუფლებიანი არიან, ერთად იღებენ განათლებას, ჩართული არიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, საბალეტო კლასი ფუნქციონირებს, არის ხელოვნების სკოლა, სადაც არის ქორეოგრაფია, ქართული ცეკვები, საბალეტო კლასი, მუსიკალური განყოფილება და აი ამ ყველა სფეროში არიან დასაქმებულები და ჩართულები შშმ პირები. დიდი მადლობა და შემდეგი ჩვენი სტუმარი. რატომ თვლით, რომ ხართ აქტიური მოქალაქე და რამდენად გაკმაყოფილებთ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა? რომ აქტიური მოქალაქე ვარ, რადგან ეს ყველაფერი ქალბატონ ნინოს დამსახურება და მისი გუნდის. ყველაფერი აქედან გავიგეთ ამ გუნდიდან, თუ რა შეიძლებოდა გაგვიკეთებინა ჩვენი შვილებისთვის. როგორ შეიძლებოდა მშობლების ცნობიერების ამაღლება და განათლება, მიმღები გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ძალიან დაგვეხმარა მათი გუნდი. და ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება ჩემი შვილი შემდგომ ამ გუნდის დახმარებით. კიდევ თუ არის მოსაზრებები დარბაზიდან? მოგესალმებით, მე გახლავართ შშმ ბავშვის მშობელი ნანა ბრაგვაძე. მივიღეთ პროექტში მონაწილეობა, რომელიც ქალბატონმა ნინომ განახორციელა. ეს იყო 3 წლიანი პროექტი. მინდა გითხრათ, რომ პროექტის შედეგი უკეთეს არ იტყვის თუ არა მშობელი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემთხვევაში მოლოდინმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და ქალბატონ ნინო ბარატაშვილს უღრმესი მადლობა გადაუხადო, რომ მოგცა საშუალება, რომ მიგვეღო ამ პროექტში მონაწილეობა. კარგი, დიდი მადლობა, მოგვიანებით დარბაზს კვლავ დაუბრუნდებით. მანამდე მინდა კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გადავიდე შემდეგი შეკითხვით. ხშირად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტიჭამიებს უწოდებენ ხოლმე, რომ ისინი იქცევიან დონორი ორგანიზაციების შესაბამისად, იმიტომ რომ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით? ჩვენ შემთხვევაში მე ამას არ ვეთანხმები. უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიცნობ, რომელიც ასევე არ შეესაბამება აი ამ განცხადებას. როდესაც დაიწყო ჩვენმა ორგანიზაციამ საქმიანობა, იყო თავდაპირველად შემთხვევა, როდესაც დონორი ორგანიზაციის მოთხოვნას შეუსაბამეთ ჩვენ, თუმცა ეს საჭიროება არსებობდა. იქიდან კი არ მომდინარეობდა, რომ მაინც მან მოითხოვა და იმიტომ ვაკეთებთ. ეს ჩვენ არსებულ საჭიროებებს შეესაბამებოდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არაერთი პროექტი და პროგრამა განვიხორციელებდა და დღესაც გვაქვს დაგეგმილი და ჩვენ ვეძებთ იქით დაფინანსება ჯერ არც გვაქვს დონორი ორგანიზაციები და ვეძებთ ახლა აქედან მე მგონი პასუხი გაკეთეთ. მადლობა, ქალბატონ ნატო. რა არის იცით, როდესაც დაიწყო სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა იმ წლებში, იყო რაღაც გაუთვითცნობიერებელი ურთიერთობები ამ საქმესთან, არ იცოდნენ, იყენებდნენ, რა თქმა უნდა, იყო ასეთი რაღაც, რომ ეშლებოდათ და ალბათ იქიდან მოდის ეს ცნობიერება საზოგადოებაში გაჩნდა, რომ ნამდვილად იყვნენ ასეთი ორგანიზაციები, მაგრამ იყო ეს ბრძოლა და იმ ბრძოლაში ვინც გაიმარჯვა თავისი სინდისით, თავისი მისიით და მიზნით, რომელიც მათ შექმნა ორგანიზაცია და რომელსაც ჯერა და უყვარს თავისი საქმე,
იმათ შეუძლებელი შევძელით. მე ვეთანხმები ნატოს ესეთმა ორგანიზაციებმა შეწყვეტეს არსებობა. კი, და შეწყვეტა. გაუძლო დროს ორგანიზაციამ, რომელმაც ყველა ქარტი ხელს გაუძლო. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი, არაერთი პროექტი გაგვიხორციელებია, საერთოდ არ ყოფილა დონორი ორგანიზაცია. ჩემ ორგანიზაციას აქვს ესეთი გამოცდილება, თელავში ჩვენ დავიწყეთ ამაზე ფიქრი და თელავში ერთ-ერთ ორშვილიან ოჯახს ბინა შეუძინეთ. ფინანსები მოვიძით ადგილობრივ მოსახლეობაში. და არაერთი ესეთი პროექტი ყოფილა, მხოლოდ ერთ ოჯახზე ორიენტირებული კი არა, ჯგუფზე ორიენტირებული. თუმცა ასეთი მოსაზრებები მაინც გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? საზოგადოების არაინფორმირებულობის თუ არის კიდევ სხვა რაიმე მიზეზი, რაც ერთგვარად განაპირობებს საზოგადოების თქვათ ასე არაობიექტურ დამოკიდებულებას თქვენი მოსაზრებების მიხედვით არასამთავრობო სექტორის მიმართ. ინფორმაციის ნაკლებობა აუცილებლად, იმიტომ რომ საერთოდ პატარა ქალაქში მე თელავით განვისაზღვრები და ვიტყვი, ცუდიც ძალიან მალე 2 წუთში იცის თელმა და კარგიც. ამდენად თუ რაღაც ცუდი ხდება, ის აუცილებლად ინფორმაცია გადის და იცის ქალაქმა. და ამდენად მე ვიტყოდი, რომ ის წარმატებული ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე მოვიდა და განვითარდა, რომელსაც მხოლოდ ჰაერი ჰქონდა და სიყვარული საქმისა და შემდეგ ქონებად შექმნა, რესურსით შექმნა, პროფესიონალთა ჯგუფი შექმნა და უწყვეტი პროცესებით ფუნქციონირებს 15-16 წლის მანძილზე, იმაზე როგორ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დარღვევები იყო. არა, იმიტომ რომ არასოდეს დონორი ორგანიზაცია და თუნდაც შემოწირულობა არავინ არაფერს არ აკეთებს, თუ კი იქ არასწორად მიდის რაიმე. მადლობთ, ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია რეგიონებში მძლავრი ძლიერი არასამთავრობო სექტორის არსებობა და რატომ? კი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად თვითონ სახელმწიფო სისტემა რო იყოს მძლავრი, იმიტომ რომ ერთი მეორეს უნდა ავსებდეს. და ბუნებრივია ერთი მეორეს უნდა არეგულირებდეს ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის გულისხმობ, იმიტომ რომ მას აკისრია ძალიან დიდი მისია და ძალიან დიდი ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. ეს იქნება ადვოკაცია, იქნება რეგულაცია, მონიტორინგი იქნება თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად სახელმწიფო მანქანა, რომელიც ხანდახან იზოლებით წესით ამ ძალდატანებით ახორციელებს პროგრამებს, იმიტომ რომ ეს არის მისი პრეროგატივა, იყოს ყოველთვის რეგულაციის ქვეშ, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის რეგულაციის, იყოს სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბუნებრივია ვეღარ მოდონდება სისტემა და ის იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული თავის ბენეფიციარებს და საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად იყოს ის, რაც დააბალანსებს ამას, რაც შეავსებს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ წეგანად ნაწილობრივ ამაზე პასუხი გავეცეთ, რომ მოქალაქეებს შეზღუდული რესურსების ფონზე, რომელიც არსებობს რეგიონებში, ხანდახან ავთ ხოლმე განცდა, რომ რაღაცის განხორციელება არის შეუძლებელი, იმიტომ დამოკიდებულები ხდებიან განსაზღვრულად რაღაც ბერკეტები არ არსებობს რაღაც რესურსი, მატერიალური და ასე შემდეგ და სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათ აქვს შესაძლებლობა განახორციელონ. ესა თუ ის პროექტი მიიღონ მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინ კვლევაც კი ჩატარდა, თქვათ იგივე სანდოობის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში და მე მინდა გითხრათ, რომ ნდობის მანდატი, ანუ თვითონ ნდობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია დღეს უკვე რამდენიმე წლის შემდეგ. ეს ბუნებრივია ვერ იქნებოდა, რომ არა თქვათ ამ წლებში გაწეული შრომა და ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო სექტორი ზოგადად საქართველოში, თუმეტეს ხათრელებში, ხო? ამიტომ ბუნებრივია იგივე მეც მინდა პასუხი გაგცეთ გრანტჭამეთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცუდია, ბუნებრივია, ოდესაც ესეთი სტერეოტიპი, გამყარებული სტერეოტიპი არსებობდა, მაგრამ ამის გაბათილება მარტივად შეიძლება იგივე ქალბატონის მაგალითზე, მაგალითად ჩვენ შედეგი გვაქვს. და ბუნებრივია ის თანხა არ არის გადაყრილი წყალში, ხო? ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი, რომელიც არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ ხორციელდება პროგრამა ბუნებრივად და თანხა არ არის გაფლანგული. გარდა ამისა არსებობს შესაძლებლობა, რომ გაბათილდეს ასე ვთქვათ ეს მოსაზრება. ჩვენ თითქმის ყველა პროექტის დასასრულს ვაკეთებდით საზოგადოების წინაშე ანგარიშს, როგორც ფინანსურს, ასევე პროგრამულს. თუმცა ახლა ბოლო წლებში აღარ იყო ბეჭდვითი ორგანო თელავში და ეს აი ბოლო პროექტის ფარგლებში ვერ მოახერხეთ, მაგრამ წინა პროექტის ფარგლებში ჩვენ თვითონ მქონდა ბეჭდვითი ორგანო და ამას ვაკეთებთ. ანგარიში ვალდებულება. ფაქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციები ეს არის ის სტრუქტურა, რომელიც უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ამაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება, ახლა ეთერში რეკლამის დროა, თუმცა მანამდე ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს რომ ერთად ვნახოთ ფილმი, რომელიც ჭიათურაში ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების მიერ მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელებული წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შესახებ გვიამბობს.
ის მტვერი, რომელიც აერში ტრიალებს, მტვერი, რომელიც ხდება ადამიანის ორგანიზმში ფილტრების საშუალებით, იწვევს ძალიან სერიოზულ და ავადმყოფობას, განსაკუთრებით იმუნურ სისტემას ცემს. აი იმუნური სისტემა, როდესაც ეცემა, ვითარდება სხვადასხვა არასასიამოვნო ავადმყოფები. ამ გზაზე დადიოდნენ წლების განმავლობაში მადნით დატვირთული მძიმე წონიანი მანქანები. გაივლიდა მანქანა, შეუძლებელი იყო ან ხმის გაგონება და საერთოდ მიწის ძვრის ჰქონდა რაღაც მცირე ბალი შეგრძნება. ბზარები გაუჩნდა სოფლის უნიკალურ ძეგლს, მე-19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს. წარმოიდგინეთ, ასეთი მდგომარეობა იყო. მანგანუზის დიდი მანქანები დადიოდნენ პირდაპირ სოფლის შუაგულში. დამტერიანება იყო ძალიან მაღალი და ხმას ვერ იღებდა ვერავინ. ყველას ეშინოდა, რომ ჩართული იყო გარემოდაცვის პრობლემებში და შეიძლება სამსახური დაეკარგათ. ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვიაქტიურებინა პირველ რიგში საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გადაგვეწყვიტა ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. აქ ჩატარდა კვლევა, აღებული იქნა სინჯები ჰაერის და დამტვერიანება იყო ძალიან მაღალი. ჩვენ კვლევა გამოვიყენეთ, მაშინ რომ ხელისუფლებას დავანახეთ რა მძიმე მდგომარეობა არის აღნიშნულ სოფელში. და ამავდროულად დარწმუნდა კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც ქუჩას მოიპოვებდა და მანქანები გადაადგილდებოდა, ამტვერიანებდა რეგიონს, რომ აქ სიარული აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს იყო ჯანმრთელობისათვის უაღრესად საზიანო ამ მოსახლეობისათვის. დარკვეთის მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მის აქტიურ ნაწილთან ერთად, ჩვენ ჩავაყენეთ საქმის ყურში პომპოვებელი კომპანია და მოუწოდეთ მათ, რომ შემოვლითი გზა გაეკეთებინათ. ახალგაზრდების თაოსნობით მოხდა საპროტესტო აქცია, გადაიკეტა საავტომობილო გზა, გაჩერდა მადნის წარმოება. მოგვიანებით მოსახლეობამ გთხოვა, რომ წაგვეყანა მოლაპარაკებები კომპანიასთან და მოლაპარაკების შემდეგ, ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ისინი გააკეთებდნენ, დაგეგმავდნენ გააკეთებდნენ შემოვლით გზას. ჩვენ რა თქმა უნდა დავიწყეთ კონსულტაციების გამართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ასევე თვითმმართველობასთან, ანუ საკრებულოსთან. და პარალელურ რეჟიმში ხელმოწერებს ვაგროვებდით. 1500 ხელმოწერა გავაკეთეთ და 1500 ხელმოწერით შევედით საკრებულოს წინაშე, რათა მიეღო ნორმატიული აქტი. ყევები აღარ არის, ეს მტვრის გამოფრქვევად შემცირებულია, ეს ტექნიკური მტვრის გამოფრქვევა და გამით გადავარჩინეთ, მე ვფიქრობ, სოფელმა გადაარჩინეთ, არის უნიკალური ძეგლი დანგრევა დაზიანებას. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა პრობლემებიც, თუმცა ეს პროცესები დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარეშიც ასევე წარმატებულად გაგრძელდება.
მაშასე დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ ток-შოუ დიალოგი სპეციალურ გამოშვებას, რომელიც ეთერში გადის პროექტის შენ მოქალაქე მე სამოქალაქოს ფარგლებში. ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობებზე ვსაუბრობთ. ქალბატონო ნატო, ქალბატონო ნინო, მიდაკლავ არასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლებით დაიწყო საუბარი. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე და მთავარი სწორედ ის შედეგებია ალბათ, რასაც ბენეფიციარები იღებენ არასამთავრობო სექტორის მხრიდან. და გვიამბოთ კონკრეტულად თქვენი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და რა საჭიროებები აქვთ კონკრეტულად თქვენს ბენეფიციარებს. მე მოგახსენებთ ბოლო პერიოდის აქტივობების შესახებ. ბოლო 3 წელია მუშაობთ შემდეგ საკითხებზე. არსებობს ქვეყანაში სამედიცინო და სოციალური დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც არ არის რატომღაც ყველა ბენეფიციარამდე ვერ მიდის. ანუ ვერ იყენებენ ამას ბავშვები, ვერ ხდება მათი ჩართულობა ვერ იღებენ სახელმწიფო სერვისებს. მიზეზი სხვადასხვა არის, არაინფორმირებულობა, ზოგ შემთხვევაში სტრუქტურები, რომლებიც არიან გარკვეულ დონეზე ჩართული ამ სერვისებში, არაკოორდინირებულად მოქმედებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ ინფორმაციაც არ აქვთ, ყოფილა ესეთი შემთხვევებიც. არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის მოწყვეტი და არ შეუძლია გამოიყენოს ესა თუ ის სერვისი ვერ მიდის იქამდე, ვერ ახერხებს ამას. არის შემთხვევები, როდესაც დავუშვათ ყოფილა წინა პროექტის ფარგლებში ჩვენ არაერთშობაში ხვდით, რომელიც არ აღიარებს პრობლემას. არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, მაგრამ ის არ იყენებს ამას, იმიტომ რომ არ აღიარებს პრობლემას. ასეთი შემთხვევებიც არის. მოკლედ, ჩვენი ბოლო პროექტები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზდას, ეფექტურ ფუნქციონირებას. და მინდა გითხრათ, რომ ამ 2 წლის მანძილზე 115 ბავშვი ჩაერთო სახელმწიფო პროგრამებში. ეს მხოლოდ თელავში კი არ მოხდა, თელავის, გურჯაანის და ყვარლის მოსახლეობა შეეხება. ეს შეეხება სამედიცინო და სოციალური დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის არის საზოგადოების ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, ბავშვთა ადრეული განვითარების გამოვლენა და სკრინინგი, არის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ქვეპროგრამები, როგორიც არის კვების ვაუჩერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რეაბილიტაციის ქვეპროგრამა და ასე შემდეგ. რამოდენიმე პროგრამა, რომელშიც 115 ბავშვი ჩაერთო ჩვენი ხელშეწყობით. ეს მოხდა ინფორმირებით, უშუალო დახმარებით, იყო შემთხვევა, როდესაც არ ქონდათ ბავშვებს პირადი დოკუმენტები მოწესრიგებული, ასეთი 65 შემთხვევა გამოვავლინეთ და აგერ უკვე 25 ადამიანმა ბავშვს უკვე აქვს დაბადების მოწმობა და გრძელდება ეს პროცესი. ანუ ყველა ის ხელშემშლელი ფაქტორი, რაც უშლიდა ბავშვებს, მშობლებს მიიღოთ სახელმწიფო სერვისები, ვიმუშავეთ აი ამ ხელშემშლელ ფაქტორებს. და შედეგი არის შეუძლიათ ხო მოჯახეთ. კიდევ ერთი ძალიან ნატოს დაუთმოთ სიტყვა და მე ერთ საინტერესო პროგრამაზე მოგახსენებ დავასრულო. ერთი ძალიან საინტერესო აქტივობა, რასაც ახლა ვახორციელებ და დიდ ჩემი ორგანიზაციის წევრები ამაყობენ, გახლავთ ისეთი მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შეფერხების მქონე, განვითარების შეფერხების მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვების დროული იდენტიფიცირება, გამოვლენა და დროული ინტერვენცია. ეს ამაში გვეხმარება ბორდუჟენის სამხარეო განვითარების პროგრამა და მინდა გითხრათ, ესეც საამაყოდ გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი. ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა. ეხლახანს დავასრულეთ გურჯაანის, თელავის, ყვარლის 19 საბავშვო ბაღის 863 ბავშვი შეფასდა. არსებობს ესეთი საერთაშორისოდ აღიარებული სკრინინგ ტესტი, რომელიც გაგვიზიარა ნეირორეაბილიტაციის ცენტრმა, განვითარების 6 სფერო ფასდება, კომუნიკაცია, მსხვილი მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა, სოციალური მომენტი და ასე შემდეგ. ძალიან საყურადღებო შედეგები გამოვლინდა. შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვების 53%-ს აქვს განვითარების შეფერხება ერთ და მეტ სფეროში. ეს არის ძალიან საყურადღებო შედეგი. და ამას რა თქმა უნდა მოყვეს ქმედება და ჩვენი მომდევნო ნაბიჯი იქნება სწორედ თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ ასე ვთქვათ, დააფინანსოს ეს მომსახურება. იმდენად რამდენადაც დღეს სკოლამდელი დაწესებულების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა და დაფინანსება არის მათი ექსკლუზიური კომპეტენცია, უნდა მათ იზრუნონ. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვითანამშრომლოთ. გამოსავალი აუცილებლად უნდა იყოს კარგი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი, 0-დან 5 წლამდე ასაკი, კრიტიკული ასაკი. როგორც ვითარდება ბავშვი, ისე ამაზეა დამოკიდებული მთელი მისი მომავალი. განსაკუთრებით 3 წლამდე ბავშვი. ამ დროს ტვინის სწრაფი განვითარება ხდება, ადაპტირება ხდება და თუ არ მოხდა დროული სერვისის მიწოდება,
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წარმატებისგან შორს იქნება ეს ბავშვი. რაც შეეხება ფონდ ახალ სიცოცხლეს, რა საქმიანობთ თქვენ? ფონდი ახალი სიცოცხლე დაფუძნდა 98 წელს და იქიდან მოვდივართ დღემდე და ჩვენი საქმიანობა დაწყების დღიდან დღემდე ემსახურება ინკლუზიურ ინტეგრირებულ განათლებას, პროცესებს ითვალისწინებს. აქ არის ჩვენ მრავალი მიმართულება გვაქვს, ეს არის ინტეგრირებული საბავშვო ბაღი გვაქვს, რომელიც პიონერი იყო მთლიანად კახეთში, პირველად ჩვენ გავხსენით. ასევე გვქონდა საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სკოლა სამწუხაროდ 2011 წელს ჩვენ შევწყვიტეთ და გავაგრძელეთ ხელოვნების სკოლით. გვაქვს დღის ცენტრი და აქ სწავლობენ ყველა შესაძლებლობის ბავშვები, უნიჭიერესი ბავშვები, ასევე ვისაც პრობლემა აქვს ის ბავშვები, ჩვენთან არ არის შეკითხვა, ვის შეუძლია, ვის არ შეუძლია, ყველა მოდის ჩვენთან და ყველა სწავლობს და იღებს იმ სწორ პროგრამას, იმ მეთოდიკას, რომელიც მათ სჭირდებათ, იმიტომ რომ მე მაქვს პრეტენზია და ვიტყვი კიდეც, რომ ჩვენი თანამშრომლები, პედაგოგები არიან მაღალი კვალიფიკაციის, მათ გავლილი აქვთ სემინარები, ტრენინგები, როგორც შვეიცარიაში, გერმანიაში, ადგილობრივ საქართველოს მასშტაბით და აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატები. Რამდენად მათ იციან თითოეული ბავშვის პრობლემა, თუ როგორ მოგარდეს, რანაირად ვიწყებთ ზუსტად. ნინომ თქვა, მნიშვნელოვანია 3 წლამდე ზუსტად ჩვენთან არიან ასეთი ბავშვები, შეზღუდულებიც ყავს, რა თქმა უნდა და ნიჭიერი და კარგი ბავშვები, ისინი ერთად გადიან ამ უნარჩვევებს და ის რაც სჭირდება ბავშვს რომ მიიღოს და განვითარდეს. ასევე გვაქვს ხელოვნების სკოლა, სადაც არის კლასიკური ბალეტი, არის ქორეოგრაფია, ქართული ხალხური ცეკვები, მუსიკალური განყოფილება, შემოქმედებითი სახელოსნოები და აქ ისინი სწავლობენ როგორც პრობლემით ბავშვები, ასევე ჯამრთელი ბავშვები და გვაქვს საკმაოდ მაღალი წარმატებები. მთავარი ის არის რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა ისეთი რესურსი ამ ბავშვებისთვის, ამ ჩვენი პროგრამების ფუნქციონირებისთვის, რომ იქ მრავალი ბავშვს იტევს. არის ძალიან დიდი შენობა გვაქვს, ეხლა გასახარი და სასიხარულო ამბავია ის, რომ იაპონიის საელჩომ დაგვაფინანსა ჩვენ გრანტი მოვიგეთ და კეთდება ინფრასტრუქტურა და მთლიანად შენობა, ეს არის 1300 კვადრატული მეტრი, ყველანაირი სტანდარტებით, ევროსტანდარტებზე გვექნება ყველაფერი და ბავშვების სერვისი იქნება უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვემსახურებით ამ პერიოდისათვის 168 ბავშვს. აქედან 20% არის პრობლემით, ბავშვს არა მხოლოდ ბავშვებს და მოზარდებს და ასევე ახალგაზრდებს. და გვაქვს კიდევ ფიქრი და ასევე ფუნქციონირებს ჩვენთან ქალთა კლუბი და გვაქვს ესეთი სტრატეგიული გეგმები, გვინდა რომ ეკო მეურნეობა განვითარდეს, იმიტომ რომ ჯამრთელი სიცოცხლე არის დამოკიდებული ჯამრთელ გარემოზე. და ჯამრთელ საკვებზე ამდენად მაგაზეც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ინიციატორი ვიყოთ, იმიტომ რომ გვაქვს უკვე ბაზა ასეთი ახლოს თელავთან, ახმეტის რაიონი გახლავთ და გვინდა რომ იქ განვითარდეს ეს ყველაფერი. წარმოება გავაკეთებთ, დაფინანსებაზე ვფიქრობთ, იმისათვის რომ ჩვენი პროგრამები იყოს წარმატებული, განვითარებული და ჰქონდეს შესაძლებლობა ფინანსურად. ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციის თქვენ იცით და ყველამ ვიცით, რომ მისი ფუნქციონირება დამოკიდებულია დაფინანსებაზე და ამისათვის საჭიროა, მე ვფიქრობ, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს თვითდაფინანსებაზე გადავიდეს, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამებში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, ამ ეტაპზე მცირე გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამაში ვართ ჩართულები დღის ცენტრში, მაგრამ ჯობია ისე იმდენად მრავალმხრივია ჩვენი მიმართულება, რომ და ყველას ურჩევდი, რომ გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე და შექმნან ეს სტრუქტურები. მე მინდა ბენეფიციარებს ვკითხო, რომელიც გვესწრებიან სტუდიაში, რა პრობლემები აწუხებს რეალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში იმას შემდეგ, რაც საქმიანობაში ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუ შეიძლება. გამარჯობათ, ეკაონიკაძე, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას წარმოვადგენ. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ დაახლოებით 115 ბავშვის ჩართვა მოხდა სხვადასხვა პროგრამებში და ზუსტად ჩვენი ბენეფიციარები ამ პროგრამით მოსარგებლეები არიან. საამაყოა ჩვენი ორგანიზაციისთვის ისიც, რომ თელავში ფუნქციონირებს უკვე და ჩვენი ორგანიზაცია არის მიმწოდებელი ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და მხოლოდ 12 ბავშვი იყო ჩართული და ამჟამად უკვე 24 ბავშვია და ბენეფიციარები იღებენ ადრეული ინტერვენციის სერვისებს სახლში და შედეგებით არიან ძალიან კმაყოფილი.
და ზუსტად ის არაინფორმირებულობა, არაჩართულობა პროგრამებში ამ ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. იგივე კვების ვაუჩერით უზრუნველყოფის პროგრამაში 30 ბავშვია ჩართული, ისიც ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით პროტეზების და სავარძელებლების მომსახურებას იღებენ ბავშვები, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვნენ ბავშვები. ანუ ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ხელშეწყობით ხდება ბენეფიციარების გამოვლენა, მათი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად იმ პროგრამებში ჩართვა, რომელიც მათი ბავშვებისთვის არის სასურველი და აუცილებელი. მადლობთ. მე გახლავართ ლია კურატაშვილი, მოგესალმებით. წარმოვადგენ შპს თელავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს, დღის ცენტრის ბავშვთა დღის ცენტრის კოორდინატორი ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ექსპერტს თანხმები, ძალიან დიდი წვლილი არის არასამთავრობო ორგანიზაციების ამ საქმეში, რომ ამათი გამოვლენა ხდება, დახმარება ხდება, საუკეთესო სერვისების მიწოდება ხდება, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო სტრუქტურებთან გვაქვს ძალიან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, ერთმანეთს ნამდვილად ვავსებთ და მე უზომოდ კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ის ბავშვები, რომლებმაც გაიარეს ის რამოდენიმე წლიანი დახმარების პროცესი, ნამდვილად განსხვავდებიან იმ დანარჩენი ბავშვებისგან, რომლებიც პირველად მოხვდნენ ჩვენთან და თუ პარალელს და შედარებას გავავლებთ, სხვაობა თავიდან ერთი შეხედვით იგრძნობა. არსებობს სახელმწიფო სერვისები, ნამდვილად, რომლებიც უცნობია ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისთვის, რომ არსებობს ესა თუ ის პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს ბენეფიციარმა. ამათ ძალიან დიდი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ინფორმირებულობის, მათი ჩვენამდე მოყვანის, მათი დახმარებით მოხდა, რომ უამრავმა ბენეფიციარმა მიიღო სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა, მიენიჭათ სტატუსი, სარგებლობენ უფასო მედიკამენტებით, სარგებლობენ უფასო სახელმწიფო პროგრამებით. დღეს ჩვენს დღის ცენტრში 14 ბენეფიციარი აქედან უმრავლესობა არიან ის ბავშვები, რომლებიც სარგებლობდნენ ქალბატონ ნინოს შინზრუნვის მომსახურების პროგრამით, ამ სერვისით. ძალიან კმაყოფილები არიან. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნინოს, ჩვენ თანამშრომლობთ წლებია და ერთმანეთს მე მგონი ვავსებთ და ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოგდის. მე ვეთანხმები ბატონ გიორგის, ძალიან კარგია, როცა ეს სახელმწიფო სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთთან ესე ხმაშეწყობილად თანამშრომლობენ, იმიტომ რომ შედეგებზე უფრო უკეთეს შედეგებზე გავდივართ, ვიდრე შეიძლება ესე ცალ-ცალკე. მადლობ. თუ არის მოსაზრება კვლავ დარბაზიდან, დიახ. მინდა გითხრათ, რომ უამრავი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ამ სფეროში. უამრავი პრობლემა ხდებათ ბენეფიციარებს, თვითონ მათ მშობლებს. არის მშობელი, რომელმაც არ იცის იმ სერვისების შესახებ, რომელიც შესაძლებელია, რომ მიიღონ მათ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არის ბავშვები, რომლებიც არიან, თქვათ, 3 წლამდე, არის შემდეგ 3-დან 6 წლამდე და ასე შემდეგ, სხვადასხვა პროგრამებია და მათ აწუხებთ, თქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, არ არიან ისინი ჩართულები სხვა ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ ფონდი ახალი სიცოცხლე არის ის ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერი ასაკის ბავშვი იქნება მოზარდი თუ უკვე დიდი ადამიანი შეუძლია მოვიდეს და ისარგებლოს ჩვენთან სხვადასხვა სერვისებით. არის ინტეგრირებული ბაღი, სადაც პატარა ასაკის ბავშვები უკვე ეჩვევიან ერთმანეთთან ურთიერთობას, ერთად ხდება მათზე ზრუნვა და ხდება საზოგადოების დიდი მიმღებლობა. ნებისმიერი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში მოდის, ჯანმრთელია თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იცის, რომ ის არის ერთი დიდი ოჯახის წევრი, საზოგადოების წევრი, სადაც შეუძლია მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას არ აქვს და მას აკლია და მისთვის საჭიროა. ამისათვის გვყავს ჩვენ სპეცპედაგოგები, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნაში არიან, დაეხმარონ ბავშვს, გამოიპლიონ და დაადგინონ ის საჭიროებები, რომლებიც შშმ პირებს სჭირდებათ, დაგეგმონ შესაბამისი გეგმები და განახორციელონ. დიდი მადლობა, ალბათ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც რეგიონებში დგას და როგორი არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების როლი იმ პრობლემების მოგვარებაში, რაზეც საუბრობთ დღეს.
ბატონ გიორგი თქვენიდან დავიწყოთ. ცეთა ჩვენ ძალიან კარგ შედეგამდე მივიდივართ თუნდაც ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ყველანი თანხმდებით იმაზე, რომ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორები და ისინი უნდა ახორციელებდნენ კიდევაც, როგორც თქვენ სტუმრები ახსენებენ, გავაკეთოთ ახსენებთ ამას, ახორციელებდნენ ერთობლივად პროექტებს. ისეთი მტკივნეულ საკითხებშიც კი მაგალითად როგორიც არის ოჯახური ძალადობა თუნდაც ავიღოთ, ხო, მათ შორის რეგიონულ დონეზე, რომელსაც არის გამჯდარი პატრიარქალური ღირებულებებიდან გამომდინარე, სადაც ქალს მაგალითად არ შეუძლია და ბარიერი აქვს გამოწყდომის, ამ თქვათ მომართვიანობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიძლება ქონდეს სტატისტიკა, ბუნებრივია ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ადამიანს, ოჯახის წევრს სადღაც მაინც ქონდეს პრობლემა და ბარიერი მიმართვის, იმიტომ მე უნდა აგეძრა სექსის სამართლის საქმე, ან თუნდაც შემაკავებელი ორდერი გამოიწერო და ასე შემდეგ. ალბათ არსებობს მაინც თქმულება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ სტატისტიკა არ არის სრული. ხო? ვერ მოგცემს სრულ სურათს. აი, არასამთავრობო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთ შემთხვევაში უკვე გამოდის მისი სტრატეგიული პარტნიორი, იმიტომ რომ უფრო უმტკივნეულად იღებს ამ ინფორმაციას და რეალურად მასზე დაყრდნობით უკვე სახელმწიფოს კონკრეტულ შეუძლია ჩაატაროს კონკრეტული პროგრამები, კონკრეტული კამპანია, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება შემავსებელი. იმიტომ ჩვენ შეგვიძლია ელემენტარულად შედარებითი ანალიზი მაინც გავაკეთოთ ამ სტატისტიკური მონაცემების და მივხვდეთ რამდენად რეალურია რეალურად სახელმწიფო სტატისტიკა და ის თუ რას აწვდის არასამთავრობო ორგანიზაცია. ამას გულისხმობს სწორედ. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუ ადრე და დინამიკა შევხედავთ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის ურთიერთობისა, იყო მაინც ეს კატაძაღლის დამოკიდებულება აღიქმებოდა როგორც მტერი მაგალითად, იმიტომ რომ იყო გააჩნია, მაგრამ არა ჩვენთან მაგალითად კი ძალიან კარგი დამოკიდებულება არის, მაგრამ ზოგადი ფონი მაინც ესეთი იყო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო ორგანიზაციები უფრო აქტიურობდნენ, გულისხმობ ადრე აქტიურობდნენ პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკური პროცესებში და ასე შემდეგ და თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს, თქვა ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები რაც იყვნენ, სწორედ რომ მათი ცნობადობა ამაღლდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. აი ეს სურათი ნელ-ნელა იცვლება, იმიტომ საზოგადოების მოთხოვნაც ან სოციალური დაკვეთა მათი მხრიდან როგორც კვლევებიდან ხედავთ, არის ის, რომ მათი მოთხოვნა რომ არასამთავრობო სექტორი ახორციელებდეს კონკრეტულ მიმართულების მიხედვით პროგრამებს მათი მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სოციალური მიმართულება. აი აქ უკვე ბუნებრივია არასამთავრობო სექტორის როლი ათმაგდება, თუ არ ახსმაგდება, იმიტომ რომ ისინი ემიჯნებიან, თქვათ რაღაც პროცესს პოლიტიკურს, შეიძლება აი ნეგატიურ სტერეოტიპსაც და რეალურად ასრულებენ საზოგადოების მოთხოვნებს. და ეს უფრო ტენდენციური ხდება. საინტერესო ამ საკითხზე რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ პრობლემების გადაჭრაში, რაზეც საუბრობთ, რა როლი აკისრია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორს და რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. უდიდესი როლი აკისრია. მე დაუბრუნდები იმ ბოლო კვლევას, რომელზეც ვისაუბრეთ, რომელიც მე ვთვლი არის საგანგაშო შედეგები. ამის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით. დღეს მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა და პოლიტიკის ფორმირების პროცესი. იმედია რომ დაიდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელ განათლებაში სავალდებულო პროგრამებს და ბავშვის განვითარებაზე, ჰარმონიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს, მაგრამ ლოდინი არ შეიძლება. ეს პრობლემა, ამ პრობლემაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, ადგილზე უნდა დავიწყოთ. და რადგან ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული, ასე ვთქვათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რუნავს ამ საკითხებზე, ჩვენთან თანამშრომლობით და მე მგონი კი არა ხედავს მუნიციპალიტეტი ამის საჭიროებას და სწორედ ვიწყებთ ახლა ჩვენ მუშაობას თელავის, ყვარლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებთან, რომ დააფინანსოს ის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოს დროულ გამოვლენას ბავშვების და დროულ ინტერვენციას. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ძალიან კარგი ქალბატონო და მე ვიტყოდი რომ დღეს უკვე მეტი პასუხისგებლობა მართლებს ჩვენს თელავ ქალაქს, იმიტომ რომ თვითმართველი გახდა ჩვენი თელავი და ამდენად მეტი შესაძლებლობა სხვანაირი მიდგომები უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა ეს დროს მოითხოვს ალბათ და ჩვენი იმედი გვაქვს რომ უფრო მეტი თანამშრომლობა ექნება ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შორის და ეს რა თქმა უნდა ეს იგივე სხეულია ერთი, რომელსაც მარჯვენა ხელს თუ მარცხენას ჩვენ ვამოძრავებთ, ისინი მარცხენას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ერთი ბუდე, ერთი სამყარო, ერთი საქმე. ეს ყველაფერი ეხება როგორც ჩვენს
თავრობას და ჩვენს ხელმძღვანელობას, ისე თითოეულ ჩვენ ადამიანს, რომლებიც მოღვაწეობთ და ვცხოვრობთ ჩვენ ქალაქში და თითოეულის მოვალეობა, რომ ვიფიქროთ და მაგალითი გავხდეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ ჩვენი საქმიანობით. და ერთი მინდა ვთქვა, თუ შეიძლება, რომ განსაკუთრებით ძალიან განვიცდი ამ ბოლო დროს, რომ ქალაქში დავდივართ და არის ესეთი ადგილები და არის საშინელი მოუწესრიგებლობა, ძალიან უსუფთავობა. თვითონ სამედიცინო ქსელში ვიყავი ზუსტად 2 დღის წინ, ცუდად გავხდი, სადაც მძიმე ავადმყოფები არიან, გარშემო არის უდიდესი ბუნკერი, მოედანი ბუნკერი და როგორ შეიძლება ეს ჩვენ ესე უყუროთ შორდან სირცხვილი, იმიტომ რომ თელავი არის ძალიან სხვანაირი ქალაქი, კულტურა მეტია, არ შეიძლება ლამაზად ჩაცმული ქალბატონები დადიან ახალგაზრდები და შიგნით რა ხდება, როგორ შეიძლება მათ ეს გადაყარონ პირდაპირ ცელოფნები, ბოთლები, ლუდის ისინი თქვენ კარგი იქნება ნატო რომ გადაღება გააკეთოთ და გახვიდეთ ნადიკვარზე სანამ ის დასუფთავდება. ეს არის პრობლემები დიალოგშიც ხშირად რეკავენ ხდება და იქნებ რამენაირად ერთმანეთის მაგალითით უშუალოდ ჩვენ ქალაქს დაუბრუნდეთ რაზეც საუბრობთ არასამთავრობოების პრობლემებზე, რაც რეგიონებშია, როგორც გამოიკვეთა ის სპექტრი პრობლემები საკმაოდ მრავალფეროვანია და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თუ რას ფიქრობენ აღნიშნული პრობლემების შესახებ რეგიონში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. რა სარგებელი მიიღეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობიდან მათმა ბენეფიციარებმა და რაც მთავარია, ფლობს თუ არა ამ არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას, ფლობენ თუ არა რიგით ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენ შეიძლება შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავნაგრძოთ აღნიშნულ თემაზე საუბარი. თელავში ვართ ძალიან ცოტა არასამთავრობო ორგანიზაცია. თელავში არასამთავრობო ორგანიზაციების სიმცირეზე საუბრობს თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი. ნათია ქარჩაიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია მთავრობისგან შესაბამისი ხელშეწყობა, რაც მხოლოდ ფინანსურ ოპერაციებს არ გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისგან გქონდეს ხელშეწყობა. მე აქ არ არის იმაზე საუბარი, მთავრობისგან ხელშეწყობა არ გვაქვს. თანა დაფინანსება ყოველთვის გონია თუ ვიღაცა თანხით უნდა დაგვეხმაროს. თანა დაფინანსება მე მინდა რომ სავარაუდოდ იციან მთავრობის წევრები, მაგრამ მე მინდა რომ მთავრობა მიცოდეს ადგილობრივმა. თანა დაფინანსება ჩვენთვის არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ ოპერაციას, რომ ვიღაცამ თანხა ჩაგვერიცხოს. როგორც წესი მსგავსი თანამშრომლობა არც გვაქვს და არც ვითხოვთ. აქ საუბარია იმაზე, რომ მე როცა ვხარჯავ 1000 ლარს, შენ შეგიძლია დახარჯო 300 ლარი, როგორც თანადაფინანსებაზე. ეს შეიძლება იყოს ადამიანური რესურსი, ეს შეიძლება იყოს ფართის დათმობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე მუშაობს კახეთის რეგიონის შშმ პირთა ინტეგრაციის ცენტრი. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი ნონა ოსეფოვი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელმიუწვდომელ გარემოზე და დასაქმების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა მოგვარებას მისივე თქმით დაფინანსება არ ყოფნის. პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურა და ხელმიუწვდომელი გარემო, რაც უშლის ხელს, რომ კიდევ ერთხელ უფრო მეტად ჩაგეტილები იყვნენ და შინიდან ვერ გასვლის გამო მოაკლდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას. ეს პირველი ეს პრობლემაა, მე კიდევ ძალიან დიდი პრობლემაა, მაგალითად ჩემთვის პირადად ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ დასაქმების კუთხით მაგალითად ამ ხრივ არავინ არ მუშაობს. უამრავ ორგანიზაციასთან შეხვედრაზე ვყოფილი ვარ, დავსწრები ვარ ეს პრობლემა წამომიყენებია, ყოფილა მათგან სიტყვიერი მზაობა, მაგრამ ამის შესახებ არავისთან რეალური შედეგისთვის არ მიგვიღწევია. ბიზნეს ცენტრი კახეთის დირექტორი სხვადასხვა საგრანტო კონკურსების სიმცირეზე საუბრობს. სოსო მიქელაძე აცხადებს, რომ აუცილებელია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გააქტიურება. ყოვლისა ალბათ საჭიროა ეს ყველაფერი წამოვიდეს სახელმწიფო მაღალი ეშელონებიდან, ანუ იქიდან უნდა დაიწყოს ეს ტენდენცია, უნდა გააქტიურდეს დონორი, ის საერთაშორისო დონორები, რომლებიც სპეციალურად თქვათ აცხადებენ მნიშვნელოვან დიდ პროგრამებს ამ თვალსაზრისით. მე შემიძლია საუბარი თქვათ ბიზნეს აქტივობებზე, შემიძლია საუბარი ცნობიერების თვითშეგნების ამაღლებაზე, სამოქალაქო განვითარებაზე, რაც არის ალბათ ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის განვითარების და ამ კუთხით ძალიან ბევრი მცირე ბიუჯეტიანი პროექტი უნდა დაფინანსდეს. არსებულ პირობებში მწირი დაფინანსების და გამოკვეთილი სხვა პრობლემების ფონზე რამდენად ეფექტურად ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ბენეფიციარებს და რა კონკრეტული სარგებელი მიიღეს მათ სამოქალაქო სექტორისგან. მე მიიღეს სარგებელი ვისწავლე თვითრეალიზაცია, ვისწავლე საკუთარი თავის
ასპარეზზე გამოჩენა და ასე შემდეგ. მე ვიყავი იმ დროს მცირე მეწარმე და ძალიან დიდი სარგებელი მივიღე იმ დროს გაწეული კონსულტაციებით. ჩვენ თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში გვაქვს ახალგაზრდული კლუბი, რომელიც სულ დავდივართ ამ ორგანიზაციაში, ვაკეთებთ სხვადასხვანაირ პროექტებს, ვაგვარებთ ახალგაზრდულ პრობლემებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ არ იცნობს. თელაველების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათი ცნობადობისთვის მეტი პიარია საჭირო. კადრად დაწესებულობა არ ვიცი. არ შემიძლია გიპასუხო, არ ვიცი. ნაწილობრივ ეხმარებიან, მე ვფიქრობ. და ცდილობენ, რომ გაიზიარონ ხალხის აზრი და წინასწარ გამოკითხვებს ატარებენ, კვლევას ატარებენ და შესაძლებლობისას ცდილობენ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას დაანახონ ნაკლი. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაცია არის ხალხისთვის შექმნილი. ასევე როგორც მე ვიცი თელავის მაგალითზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად მუშაობენ, თუმცა აკლიათ პიარი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის ამ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. რამდენად კარგად ესმის საზოგადოებას სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორის მიმართ დამოკიდებულება ნელ-ნელა პოზიტიურად შეიცვალოს. როგორ უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში, როგორ უნდა მიიღონ ინფორმაცია ბენეფიციარებმა, სად და როგორ მიმართონ ორგანიზაციას დახმარებისთვის. ამ საკითხებზე საზოგადოების ყველა რგოლს მუშაობა ერთობლივი ძალისხმევით მოუწევს. ბევრი რამ ხომ სწორედ მოქალაქეების აქტივობაზეა დამოკიდებული. მაშასი ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით და საინტერესოა უკვე ვისაუბროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც დღეს არიან უშუალოდ ჩვენი სტუმრები, რას გეგმავთ უახლოეს მომავალში? რა პროექტების განხორციელებას? უახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც მოიცავს ახალქალაქის, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებს და გვინდა ჩვენი ეს გამოცდილება, რაც განახორციელოთ თელავში, ყვარელში და გურჯაანში, გაუზიაროთ მათ. გარდა ამისა, აგერ გიორგი საუბრობდა ძალიან პრობლემურ საკითხზე, ეს შეეხება ძალადობას. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. არსებობს სამინისტრის ბრძანება მიმართვის პროცედურების შესახებ, რომელშიც უნდა იყვნენ ჩართულები ძალადობის შემთხვევაში სხვადასხვა სტრუქტურები, ბაღები, სკოლები და ასე შემდეგ. ჩვენი ერთ-ერთი აქტივობის დროს აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს და არც თუ ისე ცოტას ინფორმაციაც კი არ ქონდა. აი ამ მიმართულებით სიუჟეტიც გამოიკვეთა, რომ პიარი აკლია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ვაპირებთ მუშაობას. და კიდევ ჩვენ ვცდილობთ აგერ ნატოს ორგანიზაცია განებდურებულია იმ არაჩვეულებრივი გარემოთი, რაც აქვს შენობით, ჩვენ სამწუხაროდ საკუთარი შენობა არ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მოვიძიოთ რესურსები ამისთვის და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს სწორედ ადრეული განვითარების ცენტრთან დაკავშირებით. საინტერესო ფონდი ახალი სიცოცხლის სამომავლო გეგმები, სამომავლო პროექტები, რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ? მთავარი ის არის, რომ ჩვენ რასაც ვანხორციელებთ და წესდებით და ჩვენი ამოცენები რაც არის და გათვალისწინებული ჩვენი მისია და მიზანი მას ვანხორციელებთ უწყვეტი პროცესებით. ეს რა თქმა უნდა მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენი სიცოცხლე ეყოფა, მაგრამ ჩვენი სტრატეგია სწორედ ეს არის, რომ გვინდა განვავითაროთ ჩვენი არსებული მეურნეობა, ეკომეურნეობა იყოს ერთ-ერთი ინიციატორი იყოს და ასევე შემოსავლის წყარო, ასევე ჩვენ ავაშენეთ შენობა კიდე დამატებით, სადაც პირველ სართულზე გავაკეთეთ პატარა საწარმო, საიდანაც ასევე როგორც ბიოპროდუქტი, ასევე იქნება ეს თვითშემოსავალი ორგანიზაციისთვის და გვაქვს დასამთავრებელი და მოვიძიოთ ეს დონორი ორგანიზაციები, რომელიც დაასრულებს ამ ჩვენ შენობას, სადაც იქნებიან ახალგაზრდები, რომელთაც სხვა რეგიონებში ცხოვრობენ და არ შეუძლიათ ჩამოსვლა და სწავლა ჩვენთან იცხოვრებენ, კონსულტანტები, რომლებიც ჩამოდენ იქ მოთავსდებიან, ამდენად ამაზე ვმუშაობთ ამ პროექტზე, რომ წარვადგინოთ დონორ ორგანიზაციებთან და ასევე მთავარი ის არის ჩვენ კავშირები გავზარდოთ, ყავს სამეგობრო წრე, მეგობრული წრე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ და ეს ჩვენი სამეგობრო წრე იზრდება და რა თქმა უნდა, ასევე როდესაც რამდენადაც ბევრი ხარ მეტი პროგრამებიც მოდის და ფიქრობ და მთავარი ის არის, რომ ჩვენი სტრუქტურა არის განვითარებული და ჩვენ ყოველ ორ შაბათს გვაქვს შეხვედრა და ამაზე ვმსჯელობთ ჩვენ სტრატეგიებზე და ჩვენს მომავალზე. ძალიან დიდი მადლობა და ბატონო გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და ერთგვარად რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი დისკუსია. როგორ ფიქრობთ, რატომ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აქტიური მოქალაქეების არსებობა? იცით რა? ისეთების, როგორც დღეს ჩვენი სტუმრები არის. კი, რა თქმა უნდა.
მეც პრინციპში გარდა იმისა, რომ სპეციალისტი ვარ, მოქალაქე ვარ, ადამიანი ვარ და ყოველთვის აქტიური ვიყავი, იმიტომ რომ ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ ვინმე უნდა დაიცვას უფლება საკუთარი პიროვნებამ თავისით უნდა დაიცვას ჯერ თავისი უფლებები და მე უკვე ბუნებრივია დანარჩენი. ანუ რეალურად ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი თავის ბატონები და უნდა ვიყოთ აქტიურები, იმიტომ რომ თუ კი ეს მასა საზოგადოება იქნება ინერტული, პასიური, მაშინ ბუნებრივია ძალიან გაჭირდება არა მხოლოდ დასაბუთება, არამედ რეალურად პროგრამების განხორციელება, იმიტომ თუ კი არ იქნება მოთხოვნა, თუ კი არ იქნება პრობლემატიკის შესწავლა და დასაბუთება, რომ ამის მიხედვით უნდა განხორციელდეთ და პრობლემა უნდა გადაიჭრას, ბუნებრივია, მაშინ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება მოქალაქე თვითონ, იმიტომ რომ ის ყოველთვის დარჩება პასიური. არსებობს რამდენიმე საზოგადოებრივი ჯგუფი, მოგეხსენებათ, ეს არის აპათიური ჯგუფი, რომელიც არაფერზე არ აქტიურობს. არის უნივერსალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურობენ ყველა საკითხზე და არის კონიუნქტურული ჯგუფები, მაგალითად, რომლებიც აქტიურდებიან მაშინ, რაც პრობლემის აქტუალიზაცია ხდება. მათ შორის მედიის მეშვეობით თქვენი როლი ძალიან დიდია, თუ არა გადამწყვეტი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივად, სწორედ თქვენ მიგიწვევთ ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ ვითარება ნელ-ნელა იცვლება დადებითისკენ და სწორედ ეს სამოქალაქო საზოგადოება ხედავს პრობლემატიკას და რეაგირებს მასზე. მას უჩნდება სურვილი. ეს კვლევა არაერთხელ ვახსენე და ამ კვლევის მიხედვით სურვილი საზოგადოების ამა თუ იმ წევრების, განსაკუთრებით ახალგაზრდების არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის არის ძალიან დიდი. მაგრამ არის მაჩვენებელი ოდნავ დაბალი თვითონ მონაწილეობის, ანუ აქტიურობის კუთხით. მაგრამ სურვილი არსებობს, მოთხოვნა არსებობს მათი მხრიდან. და ეს შეიძლება მარტივი იყოს, თქვათ იგივე ქალბატონ ნინოს მიერ, თქვათ ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით, რომ ისინი გახდნენ რეკრუტები, გახდნენ მათი, თქვათ ესე ვთქვათ, არმიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთობლივად მათთან ერთად განახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. აი ჩვენ ამ წელს მოვისმინეთ სამომავლო გეგმები და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვითარება იცვლება, როგორც ვთქვი, დადებითისკენ, თუ კი ადრე ჩვენ რეგიონებში ჩავდიოდით და მე არაერთ რეგიონში ჩავედი უკვე ამ პროექტის ჩვენი ქალაქი სამოქალაქო პარკებში და კარგია რომ სულად იცვლება რა მხრივ. აღარ არის ეს როგორ გითხრათ არ იგრძნობა ეს აქცენტები, რომ აი ვერაფერს ვერ აკეთებენ. ანუ პრობლემატიკის აქტუალიზაცია და პრობლემატიკაზე აქცენტების გაკეთება, მხოლოდ რომ აი ვერ ვაკეთებ და ეს პრობლემა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია წინა პლანზე იწევს თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში. და უფრო მნიშვნელოვანია კიდევ როდესაც გისმის რომ არ არის აბსტრაქტული არასამთავრობო ორგანიზაციების გეზი, არ არის მათი სტრატეგია აბსტრაქტული, მათ აქვს კონკრეტული გეგმა და აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ განახორციელონ ეს. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა. მოდით ერთგვარი რეცეპტი რომ მივაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომელმაც გადაწყვიტა თუნდაც ამ გადაცემის ნახვის შემდეგ რომ აქტიურად ჩაერთოს თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, როგორი გზა უნდა გაიაროს და რა უნდა გააკეთოს აქტიურმა მოქალაქემ, რომ დაგიკავშირდეთ თქვენ და როგორ უნდა მოგმართონ, რა უნდა გაკეთდეს? დაგვირეკონ. 23, 38, 33. ნებისმიერ დროს ვუპასუხებთ, შევხვდებით, განვიხილავთ საკითხებს და ვეცდებით, რომ ერთობლივად ვიზრუნოთ მოგვარებაზე პრობლემის. დიდი მადლობა, ქალბატონ ნატო, თქვენი რეცეპტი დიდი სიამოვნებით, ჩვენი ეს რეკონსტრუქცია, რემონტი, განახლება ჩვენი შენობის მთავრდება სექტემბრის 15-მდე, მორჩება ეს ყველაფერი და სასურველია, რომ ყველა მოქალაქე ჩვენი თუ კი ვინმე დაინტერესდება ჩვენი საქმიანობით, მით უმეტეს ეს საქმიანობა მე მგონი ყველას ეხება, ქალბატონებს, ამიტომ ქალთა კლუბი ფუნქციონირებს, ბავშვებს, მშობლებს, რომ თავიანთი შვილები მოიყვანონ, იქ მრავალ პროგრამას ეზიარებიან, პატარები და ამდენად შეუძლიათ მოვიდნენ ჩოლოყაშვილის 37 ნომერში, სადაც ჩვენ ფუნქციონირებთ, იქ დიდი ოჯახი დაგხვდებათ, მოგწამთ. გარდა ამისა, ერთი შეიძლება დავუმატო, მე იმდენად თუ არ შთაბეჭდილებების ქვეშ აი ჩვენი კვლევის და იმდენად მაწუხებს ეს პრობლემა, რომ მოუწოდებ 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების შობლებს. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ შეაფასოს მისი შვილის განვითარება, როგორ მიმდინარეობს, ამდენად ჰარმონიულად მიმდინარეობს, შეუძლიათ მოგმართონ, ჩვენ დავეხმარებით, რომ შევაფასოთ და მივცეთ კიდევაც შესაბამისი რჩევები. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომელიც უკანახობს საჭიროა სიღრმისეული შეფასება თუ საჭიროა დაკვირვება თუ ბავშვის განვითარება შეესაბამება ასაკობრივ
განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ დიალოგის სპეციალური გამოშვება მომზადდა პროექტის შენ მოქალაქე მე სამოქალაქო ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა სტუდიაში მოგზაურობისთვის, მადლობა აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ დღეს საუბრობდით თელავში სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივობაზე და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება თუ კი მოხდა საზოგადოების მობილიზება. მე გემშვიდობებით კიდევ ერთხელ გმადლობთ. ნახვამდის.